ქართული საკალათბურთო ნაკრების ანგარიშზე უკვე ირიცხება ერთი გამარჯვება, დღეს კი კლაიპედა ბასკეტ არენა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრას უმასპინძლებს. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. 2000 ქართულ გულშემატკივარს ლიტველებიც შეუერთდებიან. უკვე ცნობილია ისიც, რომ მატჩის პრინციპული ხასიათიდან გამომდინარე ფიბამ შეხვედრაზე საკუთარი კომისრების რაოდენობა გაზარდა. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. მატჩის წინა ატმოსფეროს კი კლაიპედადან დავით ერაძე გადმოგცემს. დღეს კლაიპედა ბასკეტ არენაზე საქართველოსა და რუსეთის საკალათბურთო მატჩი გაიმართება. დეჯგუფის ორი ლიდერის შეხვედრა ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ინტერესი ამ მატჩისადმი გუშინდელ შეხვედრამდეც ძალიან დიდი იყო, თუმცა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. ქართულმა კალათბურთელებმა ბელგიის წინააღმდეგ მართლაც შესანიშნავად ითამაშეს და სწორედ საქართველოს ნაკრები გახდა დეჯგუფის ლიდერი, ვინაიდან არც რუსეთს და არც კიდევ ერთ ფავორიტ სლოვენიის ნაკრებს ორბურთიანი სხვაობით არ დაუმარცხებია თავიანთი მეტოქე. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის გუშინდელ შეხვედრას, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს მთელი ძალისხმევა დაჭირდა უკრაინელთა დასამარცხებლად. შეხვედრას ესწრებოდა და მიყავდა რუსეთზე გადასცემდა ცნობილი რუსი კომენტატორი ვლადიმერ გომელსკი, რომელმაც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრების თამაში მისთვის სიურპრიზი იყო. Я думаю, что будет для России сложная игра. საქართველოს სასიამოვნოდ გამაკვირვა. ამ ნაკრების ასეთ გამართულ თამაშს არ ველოდი. განსაკუთრებული შტაბ-ეშტილება ჩემზე ვიქტორ სანიკიძემ მოახდინა. მისი ძალა, ნახტომები და უდიდესი мотиваცია. ვფიქრობ, რუსეთის ნაკრებსაც არაერთ არასასიამოვნო წუთს მიანიჭებს. რაც შეეხება ფაჩულიას, ვფიქრობ, ის გუნდის უდაო ლიდერია. რუსეთი ძალიან რთული თამაში ერის. რუსებიც დაგურებულები იყვნენ ამ თამაშში და ერთი-ორმა თვითონ წყნელმაც დაგულაპარაკა მე და ზაზას და ნამდვილად არ მოელოდნენ ესეთ თამაშს ჩვენგან. რა თქმა უნდა, გულშემატკივრები ძალიან დიდი ფაქტორი იქნება ჩვენთვის ყოველთვის გვერდში გვიდგან. გომელსკიმ აღიარა, რომ ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა გახდებიან და მან განსაკუთრებით საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი სანიკიძე გამოყო. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, სწორედ გუშინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე საქართველოს ნაკრების თითოეულმა კალათბურთელმა ირწმუნა, რომ მათ თამაში და საკმაოდ თანასწორად თამაში რუსეთის ნაკრებთანაც შეუძლია და სავარაუდოდ დღესაც თბილისის დროით 19 საათზე საქართველოს რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ მართლაც კომპრომისო და უშეღავათო ბრძოლა იქნება. გუშინდელი გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტი დაპირდა ჩვენ სპორტსმენებს პირადად შეხვდა თამაშის შემდეგ თითოეულ თამაშზე გარკვეული სახის პრემიები იქნება, ფულადი პრემიები, გასვლის შემთხვევაში პრემია და გასვლის შემდეგ ჯგუფშიც გაორმაგებული პრემიები იქნება. რაც შეეხება რუსეთთან თამაშს, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება დამერწმუნებით. ბელგიაც არ იყო ცუდი გუნდი, შარშან გახსოვთ, ორი თამაში წავაგა ჩვენ ბელგიასთან, შინ და გარეთ. მე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში ბიჭებისგან ისეთი პირობა მივიღეთ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ. ბიჭებმა ძალიან კარგად იქცია, რომ ჩვენ ქვეჯგუფში როგორც რუსეთი, ასევე სლოვენია ორივე ფავორიტი არის რა, მაგრამ ბურთი მგვალია, ყველაფერი შეიძლება. ძალიან დიდი მუხტი იყო ის გამარჯვება, რომელიც გუშინ ჩვენმა ნაკრებმა მოუტანა მთლიანად ქართველ ხალხს, ქართველ ერს და მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ ბიჭები, ძალიან რთული მეტოქე ყავს. მაშინ ასე 19 საათზე კლაიპედა ბასკეტ არენაზე საქართველოს რუსეთს კიდევ ერთხელ ამჯერად უკვე კალათბურთში დაუპირისპირდება. შეხვედრა უდიდეს ინტერესს იწვევს. დეჯგუფის ლიდერების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და გუშინდელი დღისგან განსხვავებით კლაიპედა ბასკეტ არენაზე ანშლაგი იქნება, თუმცა უპირატესობა მატჩამდე ქართველებს ნამდვილად გვექნება. საქართველოს ნაკრებს რუსეთთან შედარებით გაცილებით უფრო მეტი გულშემატკივარი ეყოლება, ეს კი დამატებითი სტიმულია იმისათვის, რომ საქართველოს ნაკრები ბოლომდე დაიხარჯოს. ლიტვიდან დავით ერაძე საუბრობდა.